გამარჯობათ. საუკუნეების განმავლობაში კავკასიის წყალგამყოფი ქედი ქართველი ხალხის ბუნებრივ დამცველს წარმოადგენდა. ევრაზიის სივრცეში მოხეტიალე ნომადებსა და ნახევრად ნომადებს მისი გადმოლახვა უჭირდათ. ნომადების მოძრაობის შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობა არც თუ იშვიათად იცვლებოდა. ამის საილუსტრაციოდ აქ ირანულენოვანი და თურქულენოვანი ეთნიკური ერთობების დასახლებად შეიძლება დავასახელოთ. ასეთი ეთნიკური ერთობები ქართველ მთიელთა მეზობლადაც დასახლდნენ. ირანულენოვანი ოსები შეიძლება დავასახელოთ თურქულენოვანთაგან ბალყარელები და ყარაჩაელები. ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ ბუნებრივმა საზღვარმა ქართველი ერი იხსნა გაქრობისაგან. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კავკასიონი იყო საზღვარი ორი სამყაროს ორი ნაწილისა. მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზებული სამყარო მის ჩრდილოეთით აღარ აღწევდა. ცივილიზებული ქვეყნები კი ყოველთვის ცდილობდნენ ის რამდენიმე გადასასვლელი, რომელიც ამ ქედზე არსებობდა, გაეკონტროლებინათ და თავი დაეცვათ ნომადებისა და ნახევრად ნომადებისაგან. საქართველოს ისტორიის მთელ მანძილზე იგივე გზა ადგა ქართული სახელმწიფო. ეს მისია კი ქართველ მთიელებს ეკისრებოდათ. ამიტომაც იყო, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ამანაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ აქ მოსახლე ქართველი მთიელები რომ არ ყოფილიყვნენ ჩართული იმ სოციალურ სისტემაში, რომელზედაც ქართული სახელმწიფო იდგა. ქართველ მთიელთა საერთო სახელმწიფოებრივ სისტემაში ჩართვა კი ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ მათ ეკისრებოდათ რამდენიმე გადმოსასვლელის გაკონტროლება. აღნიშნულმა განაპირობა აგრეთვე ქართველ მთიელებში სულიერი კულტურის განვითარების თავისებურება. მხედველობაში გვაქვს ქრისტიანობის გავრცელება და წინარე ქრისტიანული წმენა წარმოდგენების შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ისტორიულად ქართველი მთიელები მაინც ორგანულად იყვნენ ჩართული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული, რომ ისინი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ. შეიძლება გავიხსენოთ ბახტრიონის ბრძოლა, რასაც კახეთის ფაქტობრივი ეთნიკური გადაგვარებისაგან იხსნა. მტერი თუშების, ფშავლებისა და სხვა მთიელების ბართან ისტორიულ-სამეურნეო ეკონომიკურ ტრადიციულ კავშირებს ზრდიდა და სწორედ ამან გამოიწვია ის ბახტრიონის ცნობილი აჯანყება. ქართველ მთიელებზე როდესაც საუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი ერთ სიბრტყეზე განხილვა არ შეიძლება. აღმოსავლეთ საქართველოს მთან, დასავლეთ საქართველოს მთიანეთთან, სვანეთთან შედარებით უფრო მეტი ტრადიციულობა შეინარჩუნა. მხედველობაში გვაქვს ის, რომ აქ ქრისტიანობა მხოლოდ ზედაპირულად შევიდა. ერთმანეთს გადაენასკვა ქრისტიანობამდელი რწმენა წარმოდგენები და ქრისტიანობა. ვერ მოიკიდა ფეხი ქრისტიანულმა არქიტექტურამ და მოსახლეობა ძველ ჯვარხატებთან ლოცულობდა. აქანთებდა სანთლებს, აქ წირავდა მსხვერპლს. განსხვავებული ვითარება ჰქონდა დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, სვანეთში. საკმარისია გადავხედოთ თითოეული თემის საეკლესიო არქიტექტურას, მათ რაოდენობას და ვწმუნდებით, რომ ქვეყნის ცენტრთან სვანების ინტეგრაცია საკმაოდ ღრმად იყო წასული. ამ თვალსაზრისით შეიძლება დღემდე მნიშვნელოვანი რაოდენობით შემორჩენილი ქართული დამწერლობის ნიმუშების გავიხსენოთ ტაძრებზე არსებული ორიგინალური მხატვრობა ფრესკები და ქართული წარწერები. სვანეთის ჩართულობა საერთო ქართულ კულტურულ, რელიგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეში ის ფაქტებიც ადასტურებს, რომ ქართველებისათვის ეს მხარე საუკუნეების განმავლობაში შექმნილი სულიერი კულტურის ძეგლების გადასანახი იყო.
რთული გარემოს მიუხედავად ისტორიულად სვანეთი მოსახლეობით გაჯერებული იყო. აქ ცხოვრობდა იმაზე მეტი, ვიდრე ადგილობრივ თურ ლანდშაფტს მათი გამოკვება შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ აქედან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რეგიონებისაკენ მიგრაცია იშვიათი არ იყო, რა განაპირობებდა სვანეთის დემოგრაფიულ სურათს მჭიდრო დასახლებას, პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ის სამეურნეო ეკონომიკური კავშირები, რომელიც ამ მხარეს გააჩნდა. სვანთათვის ნიშანდობლივ იყო გარე სამუშაოზე სიარული. სვანები სამუშაოდ რეგულარულად დადიოდნენ არა მარტო მეზობელ რაჭასა და ლეჩხუმში, არამედ ისეთ დაშვერებულ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეებშიც კი, როგორებიცაა გურია, დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონი, კახეთი, საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი მხარე და სამცხე. სვანების ბარში სამუშაო სიარული ღრმა წარსულში იყო დამკვიდრებული, ამას 1503 წლის წერილობითი დოკუმენტიც ადასტურებს. გამომუშავებული ჰქონდათ გადაასაადგილებელი მოკლე სამარშრუტო ხაზებიც. ისიც იყო, რომ გამომუშავებული თანხით სვანები ბარში ძირითადად ღვინოს და მარილს ყიდულობდნენ. გარე სამუშაოზე სიარულის შედეგი იყო ისიც, რომ ბართან დაახლოებული უძრავი და ერთ წერტილზე გაყინული არ ყოფილა. ეს ნიკო ბერძენიშვილის სიტყვებია. გარე სამუშაოზე წასულ სვანს ბარიდან ცოდნა გამოცდილება მოჰქონდა, რასაც მთაში ამკვიდრებდა. ამ მოვლენის შედეგი ისიც იყო, რომ ყოველთვის სვანეთში სვანურ მეტყველებასთან ერთად ქართულ ენას სათანადო ადგილი ეკავა. მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული მასალები დასტურდება, რომ ყველა მამაკაცი სვანეთში ქართულ ენაზე მეტყველებდა. ამას ხაზგასმით აღნიშნავდა ესარიონ ნიჟარაძეც. სვანეთის მოსახლეობას ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის მეზობლად მცხოვრებ მთიელებთან, ეთნიკურ ერთობებთან. მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიელებთან ქართველ მთიელებს ჰქონდათ როგორც მტრული, ისე მშვიდობიანი ურთიერთობა. მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური და სამეურნეო ეკონომიკური კავშირები, როგორც ოსებთან, ისე ბალყარელ ყარაჩაელებთან. დადასტურებულია ორმხრივი ეთნიკური შერევებიც. ბალყარელებსა და ყარაჩაელებთან ეს ეთნიკური ურთიერთობები ცალმხრივი არ ყოფილა, ორმხრივი იყო. სვანეთში დღესაც მიუთითებენ ბალყარეთში და ყარაჩაეში მცხოვრებ გვარებს, რომლებსაც ქართული სვანური წარმომავლობა აქვთ. ქურდიანების, გუჯეჯიანების, ჯაფარიძეების, გოშქეთელიანების, დადეშქელიანების და სხვათა შთამომავლებს. სვანეთში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალები პირიქით პროცესზეც მიუთითებენ რამდენიმე გვარის ან გვარის დანაყოფებს, სამხუბებს, რომელთა წინაპრებიც ერთდროს სავიარები ყოფილან. საერთოდ ცნობილია, რომ მთავარი ქედის ჩრდილოეთით მე-18 საუკუნის შუახანებამდე სვანთა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით მოსაზღვრე რაიონებში. ყოველივე ეს დადასტურებული აქვს რუს ეთნოლოგს ლეონიდ ლავროვს. ქართველთა სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფებიც იყვნენ განსახლებული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. ხედელობაში გვაქვს დვალები. მე-16 საუკუნეში ეს მხარდაჭერა ოსებმა დაიკავეს და მცხოვრები ქართველების ასიმილაცია მოახდინეს. სვანებს სამეურნეო ეკონომიკური ურთიერთობა და კავშირები ოსებთანაც ჰქონიათ, რომლებიც მოღოლთა შემოსევებამდე არა იქ ცხოვრობდნენ, სადაც დღეს ოსეთია, არამედ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. ალანის ეპარქია არსებობდა სწორედ აქ, დიდი ზელენჩუკის ხეობაში. ქართველ მთიელებს, ბალყარელებთან და ყარაჩაელებთან ხშირი სამეურნეო ეკონომიკური ურთიერთობა გააჩნდათ. სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაო და ცნობილი კერძ მოკეთეობა, რომელიც მთისრაჭველებს ჰქონდათ მათთან. ამ მხრივ სვანთა ურთიერთობა საკმაოდ აქტიური იყო. ამ ურთიერთობას მეზობელ თურქულენოვან მოსახლეობასთან მათი ენის შესწავლაც ახლდათან. ენის შესასწავლად მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიელებთან ვაჟებს აგზავნიდნენ. ამ გზით ენის ბარიერიც ფაქტობრივად მოხსნილი იყო. სვანების ჩრდილოეთ კავკასიელებთან სამეურნეო ეკონომიკური ურთიერთობა გვიან პერიოდამდე გრძელდებოდა. ამის შესახებ დღესაც ხერხდება ეთნოგრაფიული მასალების მოძიება. ბუნებრივია, კითხვა გაჩნდება,
რა განაპირობებდა სამეურნეო ეკონომიკურ კავშირს ან რა სახის იყო ის ქართველ მთიელებს სამეურნეო ეკონომიკური კავშირი პირველ ყოვლისა საქართველოს მთისწინეთსა და ბარის მოსახლეობასთან ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, სვანები გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე ფართოდ იყვნენ მოდებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რეგიონებში. აქ ისინი ძირითადად ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ და შესაბამისად ისეთ პროდუქტებს იძლეოდნენ, რაც მთისათვის უცხო იყო. მაინც სამუშაოდ ჩრდილოეთ კავკასიაშიც გადადიოდნენ. საქართველოს ბარში ქართველ მთიელთა სამუშაოდ გადასვლა თუ ზამთარში გვიანი შემოდგომი და გაზაფხულამდე ხდებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში ზაფხულში მიემგზავრებოდნენ. ზაფხულში ისინი სათიბად მიდიოდნენ. ეს დროებითი მიგრაცია არა ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფურად ხდებოდა. ბალყარეთსა და ყარაჩაიში ზაფხულში მამაკაცების სამუშაოდ მთელი ზემო სვანეთის, ენგურის ხეობის სვანეთის მამაკაცები მიემგზავრებოდნენ. განსაკუთრებით კი აქტიურები იყვნენ იმ თემის მკვიდრნი, რომლებიც უშუალოდ ემეზობლებოდნენ და სადაც ფეხით გადასასვლელები არსებობდა. ხოლო ზოგიერთ ეთნოგრაფიულ მასალას მოვიხმობთ. ნახევარი სვანეთი ეთნოგრაფიული მასალა ჩრდილოეთით იყო დასახლებული. აქ რომ ცხოვრობდნენ, ერთი ძმა ბიძაშვილი იქით მიდიოდა. იქ წასული სვანები გასამრჯელოს იღებდნენ. რუსეთმა საზღვარები ჩაკეტა და ეს მიმოსვლაც შეწყდა. ძმურად იყვნენ სვანები ყარაჩაელებთან, ბარყარელებთან. 30-მდე გვარი არის იქით, რომლებსაც გვარები აქვთ გადაკეთებული. აქ ლაღამში ბარლიანები არიან მოსული ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და მამაპაპის მიწები დაიკავეს. მე მახსოვდა, ჩემი ტოლი ბიჭები დადიოდნენ, იქ თიბავდნენ. მესტიას აქვს გადასასვლელი, მესტია თანაღ, გუმაში თანაღ. თუ მულახიდან გადახვალ, ბალყარეთში მოხვდები, თუ ჭუბერიდან გადახვალ, ყაბარდოში ეს რობელ ხოჯელიანის სიტყვებია. მულახ მუჟალის თემში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა. ჩრდილოეთ კავკასიაში ეხლაც გვაქვს ურთიერთობა. ეხლაც ვიყავი ნავჩიქში, კაცი მეუბნევა ხნიერი ადამიანი. საქონელი გადმოყვავდა. ეხლა ბუნებრივია საზღვარი გადალახა და ისე წავიდა მეგობრებთან. საქონელი გადმოყვავდა, იაფად ყიდულობდით და ძვირად ყიდდით. იქაური მეგობრები მყავს, ბალყარელები, მოვინახულე, ახალგაზრდობიდან დაუმეგობრდი. მაგათ ბევრი სათიბი აქვს, 900 სული იაკი ჰყავს ჩემს მეგობარს. აქედან სამუშაოდ გადადიოდა ხალხი, თიბავდნენ, მე არ მომითიბია, ისინიც მოდიოდნენ აქა, ყაბარდუა იქ, მაგრამ მაგათთან არ ქონდა ურთიერთობა, ფეხით ცხენით გადავდიოდით. ადრე ქურდობაც იყო, მოპარული საქონელი მოყავდათ. რუსულად ველაპარაკებოდით, ჩემმა მამა ბიძებმა ბალყარული იცოდნენ. ადრე დაქორწინების შემთხვევებიც იყო. იქ სვანური წარმომავლობისანი ბევრნი არიან. გვარები, გუჯაჯიანი, ჯაჭვლიანები, იქ რომ მიდიოდნენ, მაჰმადიანები ხდებოდნენ, ისე სვანობდნენ. ჩვენ ვეძახით სავიარს, მუსავს, ისინი ებზეს გვეძახიან. იქ ერთი წყაროა ებზეს სუს, სვანების წყალი წყაროს ეძახიან. ტვიბერის გადასასვლელია და წანერის გადასასვლელი. აქედან გადავდიოდით ბალყარეთში. სამოთვლილია სოფლები, რომელ სოფლებში გადადიოდნენ, აღარც გეტყვით. 5 საათში გადავდივართ. მე-9 კლასი რო დავამთავრე, მაშინ სახარე წამომაყვანინა ბიძაჩემმა. მე ასე ვფიქრობ, იქ სვანეთი იყო და ბალყარელები სვანები არიან. სამეურნეო იარაღების სახელები ერთნაირია. აქედან კანაფი მიჰქონდათ. აქ წეღა ჯორჯოლიანი რომ იყო, იმის ბიძას, თენგიზას ცოლად ბალყარელი ჰყავდა. ჩვენაირი ქუდები ეხურათ. არა ეხლა რო სვანეთს ახურიათ ქუდები, ეს ქუდები 1930-იანი წლების შემდეგ გაჩნდა, იმას ჩამოგძელებული ფარფლები ჰქონდა, როგორც იმერეთში ეხურათ, აი ზუსტად აი ბალყარელებსაც ისეთი ქუდები ეხურად შლაპასავითო. კოშკები იმათაც აქვს, სამსოფელში არის თითო კოშკი დგას. ბეზნიკში რახევები არიან, მთელი სოფელი, ისინი რეხვეშვილები არიან იგივე. ენათესავებიან ერთმანეთს, აქედან წასულებია. თუ პირიქით არ ვიცი, სანადიროდ ყოველ ზაფხულს და შემოდგომაზე გადავდიოდით ბალყარეთში. იქ თოვლი არ მოდის. საქონელი სულ საძოვარზე ყავთ,
სოფლის კოშკები ბულუმგუში, ელტვიფში და ბეზინგში ჩვენთან ამბობენ სვანების აშენებულია ნაღდი სვანები არიან ოღონდ გადაშენებული ეს მულახის თემში ჩაწერილი მასალაა მუჟალის თემში ბალყარელები არიან გუჯაჯიანები ქურდიანები აქედან წასულები მახსოვს ბატონი მიხეილი ამბობდა რომ ის როდესაც ჯერ კიდევ მოსწავლე იყო დაჯდა არავის არ ეკითხა და წავიდა და იქ თავისი მოგვარები ქურდანოვები ნახა ინტერესი ჰქონდა რომ ეს თავისი სისხლის ხალხი იქ ენახა კახიანები არიან იქიდან გადმოსულიო ჟამიანობის პერიოდში მეტი წელი გვარები ამოწყდა სავიარებთან ჰქონდა მისვლა მოსვლა შეწყდა საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა ზოგიერთმა იცოდა მაგათიანას სწავლობდა ეს ხალხი მაგათენას საშუალოზე რომ მიდიოდნენ მაშინ სწავლობდნენ ანზორ იოსელიანმა შვილსაც დაარქვა თავისი მეგობრის ბალყარელის სახელი იქიდან ძირითადად სახარეები მოჰყავდათ კაიჯიშის ყავდათ ადრე საქონლის მოტაცებაც ყოფილა ჩვენები გადადიოდნენ და მოჰყავდათ მესისხლეობაც იყო მაგრამ იმდენად არა ჩვენ უფრო სტუმრობდით ვიდრე ისინი საზღვრის პერევალზე ტვიბერის და წანერის ჩვენი ხალხი ბარში სამეგრელოსა და აფხაზეთშიც დადიოდა რა სამუშაოდ შეხვდებოდათ იმას აკეთებდნენ გაზაფხულზე მოდიოდნენ უკან უშგულის თემში შხარადან გადადიოდნენ უშგულიდან არის ნამყვამის გადასასვლელი მამაჩემს ყავდა იქით მეგობრები ჩრდილოელებს ზესხოს გამოვლით გამოყავდათ ცხვარი შემოდგომა ზესხო არის ცხენისწყლის ხეობის სათავეში და მე ყოფილი ვარ 4 კილომეტრი ნახევარია ბალყარეთის საზღვრამდე და ჩვეულებრივი გადასვლა და მისვლა მოსვლა იყო და ამ გზით სარგებლობდნენ უშგულელებიც სვანურად სავიარს ვეძახით და ქართულად ოსებს უშგულელები სათიბად მიდიოდნენ მოზვერს და ვას აძლევდნენ იქა თოვლი არ მოდიოდა რთველი რომ მოდიოდა იმით გებულობდნენ რომ ზამთარი დგებოდა მთელი წლის განმავლობაში საძოვარზე ყავდათ საქონელი და თივასაც აჭმევდნენ უშგულიდან ერთი გოგო წაუყვანიათ გაუზრდიათ და იქ დაუოჯახებიათ უშგულელები ჩრდილოეთით ძირითადად ზესხოდან მიდიოდნენ ეხლა აღარ შეგაწყენთ თავს კიდევ სხვა ჩანაწერებიც არის აი ურთიერთობის გადასვლა გადმოსვლის ასევე ფარის თემში ეს ფარელებლებს თუ ბალზემოსვანებს ძირითადად ბარყალერებთან ჰქონდათ ურთიერთობა ფარის თემში მცხოვრებს სვანებს ჰქონდათ ყარაჩაელებთან ურთიერთობა აქ ჩავიწერე მაგალითად რომ სამუშაოდ უფრო და მამაჩემს ძმაკაცი ჰყავდა უფრო მეტად თივაზე მუშაობდნენ ხე-ტყეზე საქონელი მოჰყავდათ უნაგირი ვერცხლეული გადმოჰქონდათ ვისაც შეეძლო სახლი დაეტოვებინა ისინი მიდიოდნენ სამუშაო ზაფხულობით მაზერის მოსახლეობას იმათი სახელებიც კი ჰქვია ესე იგი იმდენად დაახლოებული იყვნენ იმ მოსახლეობასთან რომ თავიანთ შვილებს აი თავისი მეგობრების ბალყარელი და ყარაჩაელი მეგობრების სახელებს არქმევდნენ ხოლმე და მართლაც თუ გადავხედავთ მე-18 საუკუნის დოკუმენტებს აღმოვაჩენთ რომ საკმაოდ იყო გავრცელებული მაჰმადიანური სახელები და სწორედ ამ გზით ხდებოდა აი ამ სახელების დარქმევა დასკვნა სვანეთიდან ბალყარეთსა და ყარაჩაეში გადასვლა ხდებოდა ძირითადად საცალფეხო ბილიკებით, ქვეითა და ცხენებით. შრომის ანაზღაურება კი ხდებოდა საქონლით, რაც სვანებს საკმაოდ მნიშვნელოვან მოგებას აძლევდა. ეთნოგრაფიული მონაცემებით ბალყარეთსა და ყარაჩაეში სვანების სამუშაო წასვლა გარკვეულ წესს ემორჩილებოდა. ორი ძმიდან ერთი ძმა ადგილზე რჩებოდა, მეორე სამუშაოდ მიდიოდა. ჩრდილოეთ კავკასიელებში განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩეოდნენ მესტიელები, უშგულელები, მულახელ-მუჟალელები, ბეჩუელები, ფარელები. საბჭოთა კავშირის დანგრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობამ და საზღვრის გამიჯვნამ ტრადიციული სამეურნეო ეკონომიკური ურთიერთობები დაასრულა, თუმცა ჯერ ეს ურთიერთობები თლათ არ განქრალა. ხდება სვანების ძველ მეგობრებთან არა სამუშაოდ, არამედ სტუმრად წასვლა.
გაუცემი ექცენებისთვის. ერთი შეკითხვაა თქვენ დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასილებთან ისეთი გამოკვეთილად სვანეთი ახსენებთ. დიახ, სვანეთი. ხო, ხომ არ იყოს ეს შემთხვევები, რომ რაჭის მთიანეთი კი, მთის რაჭას ისევე აფხაზეთზე მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ აფხაზეთზე ეს მასალები არ აქვს და ის აფხაზეთის ძველი მოსახლეობა გამქრალია საერთოდ რო გითხრათ და ამიტომ ძალიან ძნელია აფხაზეთის მოსახლეობაზე ამ საუბარი, თუმცა უნდა გითხრათ რომ ის აფხაზეთის ეთნიკური აფხაზები არიან იგივე აბაზები, რომლებიც იყვნენ ნახევრად მომთაბარეები და დადიოდნენ ისინი, გადადიოდნენ საცხოვრებლად არა მხოლოდ აბაზები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზეც იგივე ფსხუში და მერე აქედან ისევ გადადიოდნენ და ესე ტრიალებდნენ. ეხლიაშვილი რომანსი რაჭველი იქნებოდა. ხო, მთის რაჭველებსაც იგივე ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან აქტიური დამატებით ოსებთან. უпроსორედ დიგორელ ოსებთან, რომლებიც ძირძველი მკვიდრები არიან, ძალიან ძველი მკვიდრები არიან, ეს დიგორელი ოსები მე-4 საუკუნიდან მათ ცხოვრობდნენ. დანარჩენი ოსები, რომლებიც დანარჩენი 3 თემია რა ქვია დიგორის გარდა, ეგენი მონღოლების შემოსვლის შემდეგ არიან შემოსული მაგ ტერიტორიაზე დღეს რო ჩრდილოეთ ოსეთი. მიგრაციასთან დაკავშირებით მეც მახსოვს ვანში ხსენებენ რომ საბარავად დადიოდნენ და ბარავდნენ საკმაოდ მასა დერევას გაქცევა. მას უკავშირებით იმას რომ ბავშვის რაღაც აღმოჩნდა. ვალი ოქტომბრავალი. არც ანაზღაურება აუგიათ, არც ესე იგი, სვანები არა მარტო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ თუ ოსმალეთს რო ჰქონდა დაპყრობილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, მაშინაც გადადიოდნენ სწორედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ისტორიულ მესხეთის ტერიტორიაზე. ეხლა ზუსტად სადამდე მიდიოდნენ ვერ გეტყვი, მაგრამ აი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, რომელსაც მესხეთს ვეძახით, სამცხე საათაბაგოში გადადიოდნენ, იქ სამუშაოებს ასრულებდნენ და მე უკან ბრუნდებოდნენ. ეხლა ღვინო მოჰქონდა ძირითადად, ეხლა ღვინო ქრისტიანები იყვნენ და აი სწორედ მაგიტომ სჭირდებოდათ.